როგორც გუშინ გითხარით, დღეს სხვადასხვა თემებზე მინდოდა საუბარი. ერთ თემას გამოვარჩევდი, აი ნაგვის დაყრაზე და დაბინძურებაზე გარემოსი რა. ატომყრის ადამიანი ნაგავს რა ძირს. თან ისეთი ადამიანები, აი სუფრაზე რო სხედან და რაღაც სადღეგრძელოებს იძახიან ქვეყნის სიყვარულის მიწაწყალს გაუმარჯოს და რაღაცებს რო ამბობენ. кейფის და ღრეობის შემდეგ უკვე იკტოვებენ ბოთლებს და სხვადასხვა ნარჩენებს. კი არა ანალიზებენ იმას, რომ ანუ გარემოს აბინძურებენ, ან ანგარიშს არ უწევენ თუდაც იმ დამლაგებელს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს. რავალდებულია რომ შენს ნარჩენებს, ანუ შენ მესმის ახლა გასაგებია, რომ მაგალითად დაგივარდა რაღაცა შემთხვევით. წახვედი გაიარე, მაგრამ აი სპეციალურად რო ტოვებ ბოთლს, რაღაცა ნარჩენებს რა, მაგაზე რავალდებულია სხვა რომ აიღოს შენი დატოვებული ნარჩენი და გადაყაროს. ხვალ, ზეგ, 10 დღის შემდეგ და რა ვიცი, ანუ შეიძლება 1 თვის შემდეგაც არავინ არ გადააგდოს და იქ იყოს რა. ჩემი პოზიცია ეგეთია, რომ არა აქვს მნიშვნელობა, ანუ შენს ქვეყანაში დააგდებ ნაგავს დაყრი ძირს თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში თუ რა ვიცი, ანუ დაუსახლებელ ადგილას, სადაც არც ერთ ქვეყანას არ ესაზღვრება და რაღაცა ნეიტრალური ზონა არის. ანუ ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა ყრიდე ამ ნაგავს, მიუღებელია და არაფერში არ ჯდება, არც ადამიანობაში, არც ზნეობაში, არც მორალში და რა ვიცი, არაფერში არ ჯდება უბრალოდ რა. ანუ წარმოიდგინე ყრი ნაგავს და რა ვიცი, ამით წამლავს სხვას. ქვეყნის სიყვარული და ზოგადად რა ვიცი, დედამიწის სიყვარული პირველ რიგში იმით გამოიხატება, რომ ანუ ძირს არ ყრი ნაგავს და ნუ არაბინძურებ გარემოს. რა ვიცი, ქალაქს, იმ უბანს თუ იმ რა ვიცი, სადარბაზოს სადაც ხარ. ვინც ეგრე იქცება, უბრალოდ პატივს არ ცემს, არც საზოგადოებას, არც საკუთარ თავს, არც გარემოს, არც ქვეყანას და ასე შემდეგ რა. აი ჩემ გარდა ხო რამდენი ვიდეო ჩაიწერა ამ თემაზე, ახლა მე პირველი არ ვარ, ვინც ამაზე საუბრობს. თუმცა მაინც არაფერი არ შეიცვალა. არ ვიცი ეს ვიდეო რა შეცვლის, მაგრამ აი ჩემი სათქმელი მინდოდა ამით მეთქვა. შეუგნებელს ვერაფერს ვერ შეაგნებინებ, ანუ აზრი არ აქვს. ხოლო ეს ვიდეო იმათვის არის, ვინც მიჯნაზე არის ჯერ კიდე კარგ ადამიანობაში და შეუგნებლობაში შორის, ვინც არ იცის უბრალოდ როგორ მოიქცეს. მხოლოდ ის არ არის, რომ ანუ ჩემს სახლში მოვიქცე სუფთად და წესიერად, სხვაგან ნაგავი დავყარო და რა ვიცი, დავაბინძურო გარემო და ფეხებზე დავიკიდო, იმიტომ რომ ეგ ჩემი სახლი არა. ქვეყნის და საზოგადოების პატივისცემა დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ ნაგავი არ დავყაროთ ძირს. ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი აზროვნება გვაქვს დროებით.